ექვს დღეში 26 მაისია. 26 მაისი ისტორიული მნიშვნელობის 26 მაისი ისტორიული მნიშვნელობის დღე, რომელსაც ამჟამინდელმა ვითარებამ ახალი და დამატებითი ფუნქცია შეძინა. ჩვენ კი დაგვაკისრა ვალდებულება ვიბრძოლოთ დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის, რადგანაც ქვეყნის სუვერენიტეტს და მის მისწრაფებას განვითარებული სოფლიოსკენ კვლავაც არყევს რეჟიმის ანტიქართული პოლიტიკა. პოლიტიკური ბუნდოვანების დრო დასრულდა. დადგა დრო, რომ პოლიტიკური ორაზროვნება დასრულდეს და პოლიტიკური მკაფიობის დრო დადგა. ანუ დადგა დრო ყველა კითხვაზე პასუხის გაცემისა. კერძოდ, რას ვაკეთებთ? შევდივართ თუ არა ფარსში სახელად ადგილობრივი არჩევნები. უნდა გაეცეს პასუხი ძალიან მკაფიოდ. ჩემი პასუხი მათ, ვინც ამ ეტაპზეც ჯერაც ბევრი მართალია სხვა მიზეზის გამო ამ კითხვაზე პასუხს ვერ სცემს. თუმცა ვიმედოვნებ, რომ საბოლოო ჯამში ყველას გვეყოფა კეთილგონიერება, კეთილსინდისიერებაც და პოლიტიკური ალბოც. ჩემი პასუხი ყველა ასეთ სუბიექტს. მე არასდროს მithქვამს უარი არჩევნებზე. არჩევნები გააუქმა ქართულმა ოცნებამ და შენ ვერ შეხვალ იქ, რაც არ არსებობს და იქ შესვლით არარსებულის ლეგიტიმაციაა და არა უბრალოდ ძალიან ცუდი ხარისხის თუნდაც ჩატარებული არჩევნებისა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე, ამ კონკრეტულ კითხვაზე პასუხი გაეცეს, ვინაიდან გაყალიბებული არჩევნების შემდეგ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ გადავწყვიტეთ და შევედით ბოიკოტში და ამით ხალხი დარწმუნდა, რომ ბრძოლა ღირს ბოლომდე. და ეს ბრძოლა მიმდინარეობს ბოლომდე. პროტესტი არის ურყევი და ქვეყანას ყავს 50-ზე მეტი პოლიტიკური პარტიები და ახლა ხალხი, ეს ხალხი გთხოვს, მინიმუმ გვეკითხება, რას ვაპირებთ ამ თვალსაზრისით. და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 6 დღეში 26 მაისს ყველა პოლიტიკური სუბიექტი, თუ ცალკეული ადამიანი, ვისაც ევალება, ან ვალდებულია საზოგადოების წინაშე ამ კითხვაზე გასცეს პასუხი და ამით არ დაემსგავსება 26 მაისი 31 მარტს, ვინაიდან ძალიან მჯერა, რომ არათავსებადია ერთმანეთთან იყო უკომპრომისო ბრძოლაში და ამავე დროს სერიოზულად განიხილავდე უკვე 4 თვით ადრე ეგრეთ წოდებულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში შესვლაზე და აქ-იქ ისმის კითხვა რა არის გეგმა ბოიკოტის შემდეგ. პასუხი არათუ რა არის გეგმა ბოიკოტის შემდეგ, არამედ თავად ბოიკოტი არის გეგმა, თავად ქვეყნის შიგნით პოლიტიკური არათანამშრომლობა რეჟიმთან არის გეგმა, პოლიტიკური საერთაშორისო იზოლაციის გაღრმავება, გაძლიერება, გაფართოვება არის გეგმა. საზოგადოება როგორც მინიმუმ იმსახურებს ყველა პოლიტიკური სუბიექტისგან, ყოველგვარი თავდასხმის გარეშე, მკაფიოდ, თუნდაც გულწრფელად თქვათ, რომ დიახაც, გვინდა შესვლა ამ ტიპის არჩევნებში, არარსებულ არჩევნებში, მაგრამ ესეც პასუხია. ორაზროვნება და ბუნდოვანება წინააღმდეგობრივ მოძრაობას ძალიან ასუსტებს. 26 მაისს, რა თქმა უნდა, ყველას ვთხოვდი, რაც შეიძლება ბევრი ვიყოთ რუსთაველის გამზირზე, მაგრამ ძალიან დიდ იმედს ვიტოვებ, რომ 31 მარტის მსგავსად ეს შეკრება არ დასრულდება და მკაფიო პასუხები იქნება გაცემული. დიდი მადლობა.